გაეროს შემოშფოთებელი კვლევა ორგანიზაცია საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. სწორედ ამ ანგარიშზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI მთავრობას მრავალშვილიანი ოჯახების წახალისების მიზნით ახალი სოციალური პროგრამების და შეღავათების ამოქმედებას თხოვს. სხვა შემთხვევაში 30 წლის შემდეგ მოსახლეობის კიდევ უფრო შემცირებას პროგნოზირებს. კვლევის შემდეგ დღეს მოამბე დაინტერესდა რა პირობებში ცხოვრობენ საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახები. ალი ბეგაშვილების 6-სულიანი ოჯახი სოფელ თამარაშენში ცხოვრობს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სახელმწიფოს დახმარების გარდა სამეურნეო საქმიანობაა. თუმცა წვრილშვილიან ოჯახს მიწის დამუშავება უჭირს და ახლა ცდილობენ როგორმე ტრაქტორი შეიძინონ. დიასახლისი ფიქრობს, რომ ბანკში არსებული ვალდებულებების გამო ალბათ ამ სურვილს ვერ აისრულებს. ამიტომ შეღავათებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დახმარებას თხოვს. მე მიჭირს ფაქტობრივად, რომ სოციალურიდან ვიღებ ის ფული, რომ მივცე ის თანხა, რომელიც მე ნაკვეთებში სხვა რამეში მჭირდება, რომ ის თანხა გამოვიყენო. ოჯახის დიასახლისი ჩვენთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ მის გარშემო ბევრი ოჯახია, რომელთაც 3 და მეტი შვილის სკოლის სურვილი აქვს, თუმცა სოციალური მდგომარეობის გამო ამისგან თავს იკავებენ. ალი ბეგაშვილებისა და მათთან ერთად სხვა ათასობით მრავალშვილიანი ოჯახის პრობლემებს ეხება კვლევა, რომელიც გაერომ ჩაატარა. მასზე დაყრდნობით კი რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტს, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ გადაუგზავნა. უნდა დაწესდეს იგივე საგადასახადო შეღავათები მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, უნდა დაწესდეს კომუნალური შეღავათები, აგრეთვე თუ შევეხებით იგივე ჯანდაცვის პროგრამებს, აუცილებელია რომ უკეთესი პაკეტები შევთავაზოთ ჩვენ მრავალშვილიან ოჯახებს. გაეროს კვლევა თავის მხრივ 2014 წელს საქართველოში ჩატარებულ საყოველთაო აღწერას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2002 წელთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობა 15%-ით არის შემცირებული. მდგომარეობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი 30 წელიწადში თითქმის 700,000-ით კიდევ შემცირდება. აღნიშნულ კვლევას საქართველოს მთავრობაშიც იცნობენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მეტი სოციალური დახმარების გასაცემად უკეთესი ბიუჯეტია საჭირო. განხორციელდა რამოდენიმე მიმართულებით მრავალშვილიანი დედების დახმარების კომპონენტები და თვითონ სოციალურ პოლიტიკაშიც მრავალშვილიანი დედა სარგებლობს უფრო მეტი პრივილეგიებით. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა. ის ძირითადად ფინანსურ დახმარებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიან ოჯახებს 2 წლის განმავლობაში 150 და 200 ლარი ერიცხებათ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამის შედეგად ბოლო 2 წლის განმავლობაში შობადობამ სიკვდილიანობას გაუსწრო, თუმცა მეტი პროგრამის არსებობას ისიც ემხრობა. განსხვავება შობადობასა და მოკდაობას შორის ასევე არ არის იმ მაჩვენებელზე, რომელიც სასურველია, მაგრამ დემოგრაფიული სტრატეგიაც არსებობს იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაჩქარდეს მაგალითად დაჩქარდეს ეს პოზიტიური ტენდენცია. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის კვლევაში ასახული რეკომენდაციები ფულადი დახმარების გარდა მრავალშვილიანი ოჯახების საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან სხვადასხვა სახის დახმარებებსაც გულისხმობს, თუმცა ახლა რეკომენდაციები პარლამენტმა უნდა განიხილოს.